გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. იმედგაცრუება პარიზულ კლუბზე და კვარაცხელიას ოქროს ბურთის საგა. ჩაკვეტაძის მომავალი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თქვენთან კი მაქვს თხოვნა რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ამ თვეში კი ჩვენი მიზანია რომ 95000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თხოვნა გამოყო 2 წამი და გამოიწერო არხი. მადლობა მეგობარო თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. დატოვებს თუ არა დავითაშვილი კლუბს. რა ინფორმაცია ვრცელდება ზურიკოს შესახებ? სულ რამდენიმე დღეში საფრანგეთის საფეხბურთო სეზონი დაიწყება და როგორც ლიგა 1 ასევე ლიგა 2 აიღებს სტარტს. ამაში კი გასაკვირი არაფერია. თუმცა გასაკვირი მხოლოდ ის გახლავთ რომ ზურიკო დავითაშვილი ჯერ კიდევ სენტ-ეტიენის ფეხბურთელია და თუ ახლოეს მომავალში რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა 24 წლის ქართველ შემტევს მომდევნო 9 თვის განმავლობაში რანგით მეორე დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა. არსებული ფაქტით კი მწვანეების დამლიგებელი ერიკ ჰორნელანდი უზომოდ გახარებულია და როდესაც დავითაშვილის ტრანსფერზე კითხეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს. იცით ჯერ კიდევ სახეზე ღიმილი რატომ აქვს? იმიტომ რომ ზურიკო დავითაშვილი არსად წასულა. ტოპ ფეხბურთელია და როგორც ის ასევე ბელგიელი ლუკას ტასენი უზომოდ გვჭირდება. მესმის რომ ისინი ამბიციურები არიან და საკუთარ მომავალზე ფიქრობენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ თუ ისინი დარჩებიან, სწორედ ზურიკო და ლუკასი უნდა გახდნენ სენტ-ეტიენის ნათელი მომავლის გარანტიები. ამბობს გუნდის თავკაცი. რაც შეეხება ზურიკოს მომავალს, ამასთან დაკავშირებით ფრანგული გამოცემა ლიათის სპორტის შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით სენტ-ეტიენის პოზიცია ნათელია. ქართველი ფეხბურთელი არ იყიდება. კლუბი მზად იქნება პოზიციის გადასახედად თუ 20 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს. ამ ეტაპზე კი მწვანეებისთვის მსგავსი შეთავაზება არავის გაუკეთებია. ხოლო ჩვენი ინფორმაციით ამ ზაფხულ სენტ-ეტიენის დავითაშვილის თაობაზე არც ერთი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. 24 წლის გარემარბს სატრანსფერო ბაზარზე კარგი რეპუტაცია აქვს, თუმცა სენტ-ეტიენის მიერ მოთხოვნილი თანხა მისით დაინტერესებულ კლუბებს აფრთხობს. ამიტომ ამჟამინდელი მდგომარეობით დავითაშვილს სენტ-ეტიენიდან წასვლა ძალიან გაუჭირდება, წერს ფრანგული გამოცემა. ესპანელი ჟურნალისტის ექტორ გომესის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ვალენსიას გააქტიურებას ელოდება. თუმცა ღამურებისთვის ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთულია, რადგან ვოტფორდი გიორგის სანაცვლოდ 6-დან 7 მილიონ ევროს ითხოვს. ესპანური კლუბისთვის კი აღნიშნული თანხა საკმაოდ დიდია და ქართველი შემტევის დამატება ძალიან გაუჭირდება. ამას კი ემატება ისიც, რომ ვოტფორდს გიორგის წასვლა კატეგორიულად არ სურს. ჩაკვეტაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და კრაზანები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ვოტფორდის მიზანი კი პრემიერ ლიგაში დაწინაურება, თუმცა ბრიტანულ გამოცემებს მათი წარმატების არ შეერათ. ოპტა კი ვარაუდობს, რომ კრაზანებს ჩემპიონშიპში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევთ ბრძოლა. BBC კი აცხადებს, რომ ვოტფორდი მე-14 ადგილს დაიკავებს. ჩაკვეტაძის ტრანსფერს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც აჭიანურებს. გავრცელებული ინფორმაციით გიორგის თითის ტრავმა აქვს. ამასთან დაკავშირებით კი ვოტფორდი დეტალურ ინფორმაციას გვიზიარებს, სადაც გიორგის შესახებ შემდეგი რამ არის ნათქვამი. ჩაკვეტაძე სავარაუდოდ მოედანზე დაბრუნებას მომავალ თვეში შეძლებს. მას შემდეგ რაც ფეხის სერიოზულ ტრავმას მოიშუშებს. ქართველ ნახევარმცველს ძვალთან დაკავშირებული პრობლემა aprilში Bristol City-ს წინააღმდეგ გასვლით მატჩში გამოუჩნდა, რაც ზედმეტი დატვირთვისა და განმეორებითი დარტყმების შედეგი იყო. ეს დაზიანება ცნობილია რომ ნელა ხორცდება, რის გამოც ჩაკვეტაძემ დარჩენილი სეზონი გამოტოვა. გიორგიმ კი ვარჯიშებზე ადრე დაბრუნება გადაწყვიტა, რათა რეაბილიტაცია გაეგრძელებინა და პაულო პეცოლანოს გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ქცეულიყო. ივნისში ჩატარებულმა სკანირებამ აჩვენა, რომ პრობლემა კვლავ არსებობდა, თუმცა შედარებით მსუბუქად. ამის შემდეგ ის გუნდთან ერთად ვარჯიშებს ეტაპობრივად დაუბრუნდა. თუმცა 5 ვარჯიშის შემდეგ ჩაკვეტაძემ ისევ ტკივილი იგრძნო და სიფრთხილის მიზნით გამოკვლევა ხელახლა ჩაუტარდა. ექიმებმა კი მას ურჩიეს, რომ 6 კვირის განმავლობაში დატვირთვისთვის თავი აერიდებინა და ემუშავა მხოლოდ ზალისა და ფიზიკური მზადყოფნის გაძლიერებაზე. მაგრამ შემდგომი სკანირების დადებითი პასუხი დიდი ხნის ნანატრ დაბრუნებას მოასწავებს. წერს ვოტფორდის ოფიციალური გვერდი. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე სამწუხაროდ 4 და 7 სექტემბერს ნაკრების ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას თურქეთთან და ბულგარეთთან გასამართ სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს. პარი სენ-ჟერმენმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და შემადგენლობის გაძლიერებასაც შეუდგა. პარიზულმა კლუბმა კი ერთდროულად 2 ტრანსფერი შეათანხმა. მათ კი ბორმუთიდან უკრაინელი ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი დაიმატეს. ზაბარნის გარდა კი PSG-ს ნიჭიერი ფრანგი მეკარე ლუკა შევალიე შეუერთდება. ამ შემთხვევაშიც კი გარიგება დახურულია. პარიზელებმა კი ლილთან ტრანსფერზე მორიგება 40 მილიონ ევროთ მოახერხეს. რაც შეეხება დონარუმას, იტალიელი მეკარე კლუბზე იმედგაცრუებულია. კერძოდ პარი სენ-ჟერმენი UEFA სუპერთასის შეხვედრაში ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას კი გასული სეზონის ერთ-ერთი გმირის ჯანლუიჯი დონარუმას გარეშე იასპარეზებს. იტალიელი მეკარე სამაჩო განაცხადში ვერ მოხვდა და ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით გადაწყვეტილია რომ პარკ დე პრენს დატოვებს. დონარუმა კი სუპერთასის განაცხადს მიღმა დარჩენით რა თქმა უნდა იმედგაცრუებულია. კლუბსა და ფეხბურთელს
შორის კი ურთიერთობა განადგურებულია. ამიტომ დიდი ალბათობით ჯიჯი ამ ზაფხულს სწავა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გუნდი მომდევნო ზაფხულს დატოვოს. ხოლო ძალიან მალე, კერძოდ 13 აგვისტოს, პარიზული კლუბი სუპერთასის ფინალს ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე ტოტენჰემი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრას პარიზელები კიდევ ერთი თანაკლისით ხვდებიან. კერძოდ პარი სენ-ჟერმენს პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევესი ვერ დაეხმარება. გამოცემა ეკიპის ცნობით, ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია მიიღო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიღებული წითელი ბარათის გამო. ეს გადაწყვეტილება კი სერიოზული დანაკლისია პარიზული გრანდისთვის, რადგან ნევეში ლუის ენრიკეს ტაქტიკური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ნახოთ თუ როგორ გაუმკლავდება ლუის ენრიკე ამ დანაკლისს. ეს შეხვედრა კი თავად ქართველი ფეხბურთელისთვის ხვიჩა კვარაცხელიასთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა 2025 წლის ოქროს ბურთის ნომინანტების 30 კაციანი სია დაასახელა. ამ სიაში კი მოხვდა კვარაცხელიას. გამარჯვებული კი 22 სექტემბერს პარიზში დაგეგმილ დაჯილდოვებაზე გამოვლინდება. ხვიჩა კი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან სუპერთასზე კარგად ითამაშოს და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმაროს. რითიც ქართველი ფეხბურთელი მორიგ ტიტულს მოიპოვებს და ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში კიდევ უფრო წინ წაიწევა. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას იური სიომინიც, რომელმაც ხვიჩას ოქროს ბურთის საგაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს. არ არსებობს ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში ამდენი ტიტული მოიგო. არ არსებობს ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში ამდენი ტიტული მოიგო. ის იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე ხვიჩა მისი თამაშით ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრის წინაპირობა შექმნა, განაცხადა იური სიომინმა. ამიტომ დაველოდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც 13 აგვისტოს საქართველოს დროით ღამის 11 საათზე დაიწყება. ხოლო ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. რატომ გაიყო PSG-სა და ჰაკიმის პოზიციები? დატოვებს თუ არა როდრიგო მადრიდის რეალს? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. Manchester City-მ შესაძლოა როდრიგო დაიმატოს. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს. ინგლისური კლუბი მადრიდის რეალის ვინგერის შესაძლო ტრანსფერით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა. მათ შორის კი გახლავთ გრილიშიც. ამასთან როგორც იწერება, ქალაქელების თავკაცი პეპ გვარდიოლა ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ხნის თაყვანისმცემელია. ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები როდრიგოს წასვლის საშუალებას მისცემენ თუ ის მოინდომებს. კლუბი კი ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროს მოითხოვს. მე კი შეგახსენებთ, რომ როდრიგოს მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე ძალაში. ტრანსფერ მარკეტზე კი მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა. ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? ეს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ფეხბურთის სამყაროში. ამასთან დაკავშირებით კი ყველას თავისი პოზიცია აქვს. ხოლო განსხვავებული პოზიციები აქვთ აშრაფ ჰაკიმისა და პარი სენ-ჟერმენსაც. მაროკოელი ფიქრობს, რომ ეს ჯილდო მას ეკუთვნის, რასაც არ ეთანხმება პარიზული კლუბი. კერძოდ ამასთან დაკავშირებით ჰაკიმი შემდეგ კომენტარს აკეთებს. ისტორიული სეზონი მქონდა. ბევრ ფეხბურთელს არ აქვს გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში გატანილი. ხოლო როდესაც მსველი ხარ, ეს შენთვის კიდევ უფრო რთულია, განაცხადა ჰაკიმი. მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, თავად PSG მაროკოელი ვარსკვლავის პოზიციას არ იზიარებს. ხოლო ეკიპის ინფორმაციით, პარიზული გუნდი მხარს უსმან დემბელეს უჭერს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.